დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერი ერთ-ერთი დიდებული დღედ შევა ქართულ ისტორიაში. და დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს დამთავრდება რუსული ჩეკვა საქართველოში. და ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვის რა შეგვიძლია და სახარებაში ავიღოთ ის ჯვარი, რომლის ტარებასაც შევძლებთ და მივიტანოთ ბოლომდე. და ამ ჯვარის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. მცირე იქნება ეს ჯვარი, თუ დიდი იქნება, ჩვენი შესაძლებლობის მიხედვით ვიტვირთოთ. 4 ოქტომბერი რო შედგეს, ალბათ, რა ვიცი, მე მაინც მინდა ჩემი აზრით დავაფიქსირო, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და დავაფიქსირო, რომ აუცილებლად ყველა სოციალურ ფენას და ყველა ადამიანთან არის მისასვლელი, არის საბრძოლო. დარჩენილ დღეებში არის ყველაფერი გასაკეთებელი. ჭიათურაში იქნება ეს თუ ბალდაში იქნება, სადაც წყლებია უკვე იბრძვიან ადამიანები. სხვადასხვა სოფელში, სადაც წყლებია იბრძვიან ადამიანები, ზოგი გესის წინააშენების წინააღმდეგ, ზოგი ტყის საირმეში ტყის გადაცემის წინააღმდეგ. ყველა ადამიანთან ამათთან არის მისასვლელი, ამათი ენერგია, ამათი უკმაყოფილება არის გამოსაყენებელი. მისასვლელია ჩემი აზრით ყველა პატიმრის მშობელთან და მათთვის არის ასახსნელი თუ რა იქნება მათი შვილებისათვის, როდესაც მოვა ხელისუფლება და წინასწარ უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა პატიმარი, ვინც კი ახლა საქართველოში არსებობს, ყველა არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. რამე თუ არ არსებობს დანაშაული, რომელიც ოცნების წევს არ ჩაედინოს, მკვლელობიდან დაწყებული და პედოფილიით დამთავრებული, რომელიც არ ჩაედინოს ოცნების წევს და მათ ეპატიათ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გამოვა ციხიდან, მაგრამ ყველა საქმე გადაიხადება, რამე თუ ყველა არიან შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. უნდა მივიდეთ აუცილებლად საბანკო სისტემით დაზარებულ ადამიანებთან. უნდა აუხსნათ თუ რა არის, რატომ გვინდა ევროპა და როგორაა ევროპაში საბანკო სისტემა აწყობილი, რომ არის დაზღვეული ყველა კრედიტი, რომ არავის სახლებიდან არ ასახლებენ, რომ არ არის ამხელა პროცენტი. და მიტუ არის ბანკების უმეტესობა წინააღმდეგი ახალი ხელისუფლების ევროპაში შესვლის, ჩუმჩუმელად როგორ ეხმარებიან ქართულ ოცნებას, გინდა ტიბისი ბანკი იყოს, გინდა საქართველოს ბანკი იყოს, ყველანი, იმიტომ მათ არ აწყობთ ევროპული სტილი. ისინი არიან გამწარებული გატყეებაზე.